ესენი არიან ქართველები, სუფთასისხლის ქართველები. ჩვენი ქართული ჯიშია, სამცხე-ძაღლი ჯავახეთის ჯიშს ეძახიან. ერთი წელია რაც საქართველოში დაუბრუნდი და ჩამოსვლის დღიდან ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რაღაც ჩემი საქმე გამაკეთებინა. ნახავთ, რამდენად კარგად შეასრულებთ ამას. მესაც ვამბობ, ყოველთვის ვასრულებ. დარგის და ქვეყნის წინაშე. ამ საქმის რეალიზაცია შედარებით ადვილია, ვიდრე უცხოური ჯიშების რეალიზაცია. როგორ მიიღწევა ესეთ თავდაჯერებულობა ფერმერისთვის? ვარჩია რომ ეს არის კომბინირებული საკვებია. ამის შემთხვევაში აღარ საჭიროებს თივის ჩართვას, მხოლოდ ამსახვებზე ყავს და წონამატის ძალიან კარგი აქვს. კილო 400, კილო 500 გვაქვს ყოველდღიური მატება. თუ ხშირად ეცნობით სოფლის მეურნეობის შესახებ გარკვეულ თემებს სოციალურ ქსელში, ალბათ ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ფერმა, ბუღა, ესეთ სახელწოდებით, საინტერესო ადამიანი, რომელიც თავის გამოცდილებებს აზიარებს და სწორედ ამ პლატფორმებზე აქტიურობის დამსახურებით ჩვენ მოვხვდით ადამიანთან, რომელიც არის დამწყები ფერმერი, თუმცა ძალიან საინტერესო გამოწვევებით და გამოცდილებებით. სართი ჭალაში ვიმყოფებით ამირანთან. დიდი მადლობა ამირან მასპინძლობისთვის. გაიხარეთ. დღეს მინდა ჩემს მაყურებელს, თქვენ მცირე ბლოგებს აზიარებთ ხოლმე თქვენს მეურნეობას და მინდა უბრალოდ ცლად და საინტერესოდ მოუყვეთ მაყურებელს თქვენ შესახებ, დამწყები ფერმერი ხართ და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის თქვენთან საუბარს. როდის დაიწყო თქვენი საქმე, როგორ მოხვედით სოფლის მეურნეობაში და როგორ გაგიჩნდათ იდეა ყოფილიყავით ფერმერი? ჩემი ისტორია იწყება ამით, დაახლოებით 10 წელი ვიცხოვრე ისრაელში და ერთი წელია რაც საქართველოში დაუბრუნდი და ჩამოსვლის დღიდან ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რაღაც ჩემი საქმე გამაკეთებინა საქართველოში და ჩემი მშობლები სამ ფერმერულ სტილში, ოღონდ პატარა სახლში მოგეხსენებათ, ყველას აქვს ოჯახში. საოჯახო მეურნეობა. ესეთი მეურნეობით ვიყავით ყოველთვის დაკავებული და ჩემი ფიქრები იყო, რომ იცი რა არის ეს მეურნეობა, ვიცი რა მოგებასაც ტოვებს, როგორც მუშაობს, როგორც უნდა მიუდგე და მოდი ამ თემას ავიღებ და გავზრდი უფრო და უფრო მრავალფეროვანს გავხდი და ჩამოსვლის დღიდან დავიწყეთ უკვე მშენებლობის პროცესი, საქმის მოყვანა, მე აქტიურად ვიყავი ჩართული შესწავლაში ამ საქმესთან დაკავშირებით და მაქსიმალურად შევისწავლე რაც მაინტერესებდა ამ საქმესთან დაკავშირებით. და რაც შეეხება ფერმას, დაახლოებით 1 წელია, მაგრამ მშენებლობის პროცესში ვართ, მოგეხსენებათ, ჩემმა გამომწერებმა იციან, ვინც ახლა გიყურებს შეიძლება არ იცოდეს, ვაშენებთ ყოველდღიურად გვიწევს მხოლოდ საქმის მოვლა არა. მშენებლობის პროცესი, იქ ბეტონის დასხმა, იქ აგურების გაკეთება და ეს ასე შემდეგ. ესეთი სამუშაოები გვაქვს ყოველდღიურად. მიხარია რომ საწყის ეტაპზე მოვხდით თქვენი ფერმის განვითარების რაღაცა პირველ ნაბიჯებს ნახავთ დღეს. დიახ, მე გამიხარდება თუ როცა დავასრულებთ, უფრო ლამაზი სანახავი იქნება აქაურობა და უფრო მრავალფეროვანი იქნება. ეხლა საქონელიც ცოტა მყავს, დაახლოებით 80 სულია, სახშიც მყავს რაღაც კატეგორია და მე გამიხარდება თუ მეც მოგზანდებით და რაღაცა ჩვენი ერთგვარი ტრადიცია სხვათა შორის ფერმერებთან აუცილებლად შევწერთ რომ აი ეს დასრულებული ფერმა უფრო ლამაზი სანახავი იქნება და ასე რომ დღეს ამირან უნდა გვითხრათ მიმდინარე პროცესებიც, მაგრამ საომავლოდ რას აპირებთ და როგორ წავა, მოკლედ რა შედეგები უნდა დადოთ, ამაზეც უნდა გვესაუბროთ, ამას გადაცემის მიმდინარეობის პროცესში ბუნებრივია ვისაუბრებთ ამაზე და შემდეგ უკვე როცა დავბრუნდებით, დღეს რაც ილაპარაკეთ, ნახავთ რამდენად კარგად შეასრულებთ ამას მესაც ვამბობ, ყოველთვის ვასრულებ. დარგის და ქვეყნის წინაშე. შვენიერ, მოდი გადავინაცოთ ფერმაში. ნახოთ, რა შვება საქონელი როგორ არის, როგორ პირობებს უქმნით და როგორ მიდის მთელი პროცესი. რამდენი სული გყავთ სულ? ამ ეტაპზე ყავს დაახლოებით 75 სული, სახშიც ყავს რაღაც კატეგორია, ახალი მოყვანილი, კარანტინის პერიოდს გადია. რადგან არ არის კარგი არ არის, როდესაც ახალი საქონელი მოყავს ფერმაში. ამ დროს შეიძლება საფრთხის წინაშე ჩააგდო ის ძველი საქონელი და შესაბამისად კარანტინის პერიოდიც უწევთ. კარანტინის პერიოდი რას მოიცავს? როგორ ხდება? მოიცავს იმას, რომ დაკვირვების ქვეშ ყავს ამ დროის განმავლობაში 21 დღეა დაახლოებით კარანტინის პერიოდი. უკეთდება გეგმიური ვაქცინაცია, აცრები, ჭიაზე დამუშავება, კვებების სტილის შეცვლა და ესეთი რაღაცები კეთდება.
რაც აუცილებელია. გაგვაცანით ახლა ვინ არიან ესენი, საიდან არიან წარმოშობით და როგორ ადაპტირდებიან ამ გარემოში. ესენი არიან ქართველები, სუფთასისხლის ქართველები. ჩვენი ქართული ჯიშია, სამცხე-ძავო ჯავახეთის ჯიშს ეძახიან. შეიძლება ცოტა შერეული იყოს სხვადასხვა ჯიშები, მაგრამ მთლიანობაში ჩვენი ჯიშები არიან, ადაპტაცია საუკეთესო აქვს, იმიტომ რომ ჩვენ პირობებზე ყველაზე მეტად მოგებულები არიან ესენი და ბრავო, სახორცეთ იდეალური ჯიშია, ესე რომ ვთქვათ. ანუ მეხორცული მიმართულებით მუშაობთ, ძირითადად მხოლოდ მეხორცული. ჩემი მომავლის ფიქრებიც არის ის რომ მეხორცულთან ერთად გქონდეს მერზეული ტიპის ფერმაც, მაგრამ ეს უკვე მომავალში, როცა შემდეგ მობრძანდებით, შემდეგ აგიზიარებთ ამ ახალ წამოწყებას. კი ბატონო, მშვენიერი, ესე იგი ესენი არიან ჩვენები, ჩვენიანები. ხო, რატომ აირჩიეთ ქართული ჯიში? აი ხა ძალიან პოპულარულია უკვე ხალხ ჰიბრიდული ჯიშები, გამოსავლიანობა მეტი აქვს და ამაზე აკეთებენ აქცენტს ფერმერები თქვენ შემთხვევაში სრულად ფერმა მოიცავს ქართულ ჯიშს და რატომ გააკეთეთ არჩევანი და შეაჩერეთ ქართულ ჯიშს? ამას აქვს ესე მარტივად რომ გითხრათ, ყველაზე დამწყები ფერმერები ვართ და დიდ რისკზე არ მივდივართ, ესე რომ ვთქვათ. ყველაზე მარტივი გასაკეთებელია ამ შემთხვევაში ქართული ჯიშები, საქონლის შესწავლა ხდება ქართული ჯიშებით და მომავალში რა თქმა უნდა ჩემი სურვილიც არის რომ ქართული ჯიშებთან ერთად მყავდეს სხვა ჯიშები, შემოვიყვანო სხვა საზღვარგარეთი და როგორც შემოყოთ ხოლმე და მყავდეს შესაბამისად სხვა ჯიშებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მიადვილდება სტარტისთვის უფრო მიადვილდება და მოთხოვნაც აი ხა ჩვენ ცოტა რეალიზაცია შეიძლება უჭირდეს ქართულ ადამიანს ხო თუ დიდი ფერმები არ აქვს და შესაბამისად არსებობს კი დიახ შესაბამისად ეს ამ საქონლის რეალიზაცია შედარებით ადვილია ვიდრე უცხოური ჯიშების რეალიზაცია მე როგორც გავიგე თქვენ საოჯახო მეურნეობაში რაღაც დამკვირვებლის როლში იყავით იმიტომ რომ მშობლების ძირითადი საქმიანობა იყო ეს თუმცა არ გქონდათ რაღაც პროფესიონალურ დონეზე გამოცდილებები და შემდეგ უკვე ამ 1 წლის განმავლობაში იგროვებთ ამ გამოცდილებებს, ხო? საწყის ეტაპზე მინდა ფერმის მშენებლობიდან დავიწყოთ და აი პირუტყვის მოყვანამდე, აი რა ბარიერები გაიარეთ, ისეთი გამოცდილებები მინდა გაიზიაროთ, ვინც პირობითად ახლა იწყებს ამ საქმეს, ის 1 წელი ჯერ გავლილი არ აქვს და თქვენი რჩევები დაეხმარება. რა თქმა უნდა, დიდი გზა გავიარეთ, დიდი სირთულეების წინაშე ვიყავით, მოგეხსენებათ მშენებლობის პროცესი რამხელა ბიუჯეტს და თანხას მოითხოვს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მხოლოდ ჩემი ოჯახი აკეთებს ამას, მე და ჩემი ოჯახი. 3 ადამიანი ვართ ამ საქმეში და შესაბამისად ცოტა გაჭირვება შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია, მშენებლობის პროცესის გაძღულა და ამათი მოვლაც და თან რაღაცა პრობლემებიც ჰქონდა თავიდან, სირთულეები. მოყვანის საქონელი არ ვიცოდით როგორ მოგვევლო წესივრად და შესაბამისად შემდეგ კი მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ რაღაცა ეტაპზე ის სირთულეებიც იყო. მოსთან დაკავშირებით. ეხლა შემიძლია თამამად თქვა, რომ იმდენად ვიცი უკვე ამათი მოვლა, რომ შეიძლება გარკვეულ სტაჟიან ადამიანს ვაჯობო კიდევაც ესე ვფიქრობ. ამბიციური განაცხადია, ძალიან მოწონს. ესე ვფიქრობ და ყოველდღიურად როგორ მიიღწევა ესეთ თავდაჯერებულობა ფერმერისთვის? ეს იმით მიიღწევა, რომ 24 საათი ამათ მოვლაში ვარ ჩართული და 24 საათი ვცდილობ, რომ რაღაცა სიახლე წავიკითხო, არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ განვითარებული ქვეყნებიდან, ამერიკიდან, ევროპიდან და ისრაელიდან მაგალითად. ვა. ისრაელს ძალიან საინტერესო მიღწევები აქვს სოფლის მეურნეობაში და ერთ-ერთი ყველაზე მისაბაძი ქვეყანა ამ კუთხით და გამიმართლა რომ მე ისრაელში ვიყავი და ეს გამოცდილებაც მეხმარება რომ კონტაქტი მქონდეს და რაღაცა სიახლეები უფრო მალე გავიგო ვიდრე სხვა ადამიანმა. და ესეც მეხმარება. იქ ხო არ იყავით რამე ფერმეულ საქმეებში? იქ არ ვიყავი, მაგრამ იქ მაინტერესებდა ყოველთვის ჩართული ვიყავი, ყოველთვის მოძიების ფიზიკურად არ მიმუშავი იქ ფერმაში. ფიზიკურად არ მქონდა საქონელთან შეხება, მაგრამ ინფორმაციულად ყოველთვის საქონელთან ვიყავი. ესე რომ ვთქვა. ახლა პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდეთ, ამირან, როგორ იწყება თქვენი დილა? რა სჭირდება პირუტყს იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგი მოგცეს? დღის ბოლომდე როგორია თქვენი რუტინა? ჩვენი რუტინა, თუ იმას არჩევთ მშენებლობის პროცესს, რასაც 24 საათი ვანდობთ თქმეს, საქონლის მოვლას რაც შეეხება, ძალიან მარტივია ამათი მოვლა, თუ გვაქვს უკვე გაკეთებული შესაბამისი საკვებურები, საცხოვრებლები, მარტივად ერთ დღეში ერთხელ ხდება ამათი კვება, ამ წყლის მიწოდება და ვსიოთ ერთ დღის განმავლობაში უზრუნველყოფილები არიან ეს საქონელი ნებისმიერ ამით. ამათ უკვე ვაქცინაცია გავლილი აქვთ, ვიტამინების გაკეთებული აქვთ და მხოლოდ ის გვრჩება რომ კარგი საკვები გქონდეთ. მეტი არ.
ფერმის ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის კვება. ყოველთვის ამაზეა დამოკიდებული საბოლოო შედეგი. რაც არ უნდა გამოცდილება მეტი გქონდეს, ცოდნა, იცოდე პირუტყვს არ მიდგომა, თუ კარგად არ იკვებება, ვერ იძლევა იმ შედეგს, რისთვისაც ფერმერი ალბათ ყველაზე მეტად იხარჯება, ხო? თქვენ როგორ კვებავთ პირუტყვს? რა არის პირუტყვის დღიური რაციონი? დღიური რაციონი ძალიან მარტივია. აი შემდეგ გაჩვენოთ კიდევაც ეს არის სიმინდი, ჩვეულებრივი ქართული სიმინდი. წავიღებ. და 53%-იანი კონცენტრატი, რომელიც ჩემმა გამომწერებმა იციან, რომ ნუტრიმაქსის გამიღებ გამოსაკობს და უმაღლესი შედეგი აქვს. ჩამოსვლის დღიდან ისრაელიდან ჩამოვიდი თუ არა, მე ცდილობა მქონდა რომ ყველანაირი საკვები შემესწავლა, თუმცა არ მინდა სხვა კომპანიები ვთქვა და ცუდად გამომივიდეს, თუმცა ყველაზე კარგი შედეგი ამ საკვებმა მომცადა. გვარჩია რომ ეს არის კომბინირებული საკვებია. ამის შემთხვევაში აღარ საჭიროებს თივის ჩართვას, მხოლოდ ამ საკვებზე ყავს და წონამატის ძალიან კარგი აქვს. და აი ამ გრანულებში რა შემადგენლობაა, რატომ არის ამდენად მნიშვნელოვანი კომბინირებული კვება და რას იღებენ ამ პატარა გრანულებიდან ჩვენი საყვარელი არსებები? ძალიან საინტერესოა. ამით იღებენ ყველანაირ ნუტრიენტს, რაც საქონელს სჭირდება, ყველანაირ ვიტამინს, მინერალს, ასევე ყველანაირი ზრდისთვის გათვალისწინებულ მინერალს, რაც აუცილებელია. ამით იღებენ და შესაბამისად წონამატიც უფრო უკეთესი ხდება, ვიდრე სტანდარტულად ძველებურად რო ვთქვათ, რომ ქართული კვება რაც არის და შესაბამისად ფერმერი უფრო მეტ მოგებაზე გადის. თქვენ თავიდანვე ამ რაციონით დაიწყეთ პირუტყვის კვება თუ გქონდათ სხვა გამოცდილებაც და შემდეგ უკვე ამ გამოცდილებამ გიბიძგათ პირობიდათ, რომ გეინახათ ახალი გზა, რომელმაც კარგი შედეგი მოგცათ. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ქართული კვების სტილიც გქონდა, ანუ ქართული ბალახზე ტრადიციული, ესე რომ ვთქვათ. ჩემი ჩამოსვლის დღიდან მოხდა რამდენიმე კომპანიის შესწავლა ბაზარზე, რომ მივსულიყავ იმ საუკეთესო შედეგამდე, რა შედეგიც მე მინდოდა. და ამდენი ცდების მიუხედავად ამ საკვებს ვერ აჯობა ვერსეთმა საკვებმა და გადავწყვიტე რომ მე თანამშრომლად ისინი ყველანაირად დამიდგნენ ხარში და ჩემს საქონელს ვზდია ამ საკვებით. როგორი წონა ნამატი აქვს საქონელს? ამ კუთხით რა შედეგები გაქვთ, რა მიღწევები გაქვთ და ამით ალბათ უფრო უკეთ გავიგებთ, რამდენად შედეგიანია ასეთი კვება პირუტყვისთვის. ეს ამ საკვებს აქვს საოცარი წონა ნამატი. მოგეხსენებათ, გითხარით, რომ ყველა საჭირო ნუტრიენტს და შესაბამისად ყველა საჭირო მინერალს შეიცავს, რაც აუცილებელია და დღეში დაახლოებით თუ ვივარავთ, თუ ვიტყვით, რომ ეს ქართული ჯიშია და ქართული ჯიშის მაინც და მაინც ესეთი მატება არ აქვს, როგორც უნდა ქონდეს, კილო 400, კილო 500 გვაქვს ყოველდღიური მატება. ჩვენ რომ ყავდეს უცხოური ჯიშები, აი მეხორცული ჯიშს რასაც ძახიან, 2 კილო პლუსი შეიძლება იმათ ქონდეთ მატება. შესაბამისად, ესეთი კარგი მატება ბევრ საკვებს არ აქვს. ეხლა ჩვენ საუბარში, სანამ ვისაუბრებთ, წამოთ, ესენი 1 კილო ნახევარს იმატებენ, ხო? ვისაუბრებთ, თუ ვისაუბრებთ 2 საათი, მაგალითად შეიძლება 500 გრამი მოიმატოს. მარილი არის აუცილებელი მინერალი, რომელიც აუცილებელია საქონლისთვის და იმისთვის, რომ უკეთესად შეიხორცოს მეხორცულმა საქონელმა, წყლის მიღებაც უფრო მეტი მოხდეს და შესაბამისად წონამატში უფრო მეტად ეხმარება მარილის მიღება. წყალს როგორ სვამენ დღეს რამდენი ლიტრს დაახლოებით? წყალს სვავენ ალბათ 12 ლიტრა ამ ასაკისთვის. საუკეთესო წონა, რაც დაფიქსირებულა თქვენს ფერმაში ბოლო 1 წლის განმავლობაში? სიმართლე გითხრათ, დიდი ჯიშები დიდზე აღარ გამიზდია, თუმცა ვიტყვი რომ დაახლოებით 500-600 კილო იზრდება ჩვენი ქართული ჯიში. ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენი ქართული ჯიში აღწევს. თუ გვეყოლება უცხოური ჯიშები 900 და შესაბამისად მეტი. ეს 1 წელი რაღაც სურათს გვაძლევს ალბათ და ფერმერს განსაკუთრებით, რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი, ჩადებულ ინვესტიციას რამდენად პასუხობს ის შედეგები, რაც მიიღეთ და ამ კუთხით თქვენი გამოცდილება მინდა გააზიაროთ. რა მოხდა ამ მერსაში? ინვესტიცია, რაც ჩადებული გვაქვს, რა თქმა უნდა, ვიღებთ პლუსით, ნამატით. და კმაყოფილები ვართ ამ საქონლის შემოსული თანხით, ვცდილობთ რომ გავაკეთოთ ფერმაც და ეს ფული ხმარდება ფერმის მშენებლობას. შესაბამისად გამოდის რომ ჩვენ კმაყოფილები ვართ ამ შემოსავლით, რასაც ვიღებთ. იმის გათვალისწინებით თუ ვიტყვი რომ მე პროცესში ვარ, კიდევ ვახსენებ, ალბათ ეს ბოლომდე რო გავიყვანო და ალბათ 1 წელი კიდე დამჭირდება დღეიდან და შემდეგ უკვე საქონლის დამატებაზე ვიზრუნებ და აი უკვე და საქონლის დამატებიდან და ფერმის მშენებლობის პროცესიდან რომ ამოვალ შემდეგ ვიტყვი რომ უკვე მე ფერმა გავაკეთე და ის შემოსავალი რაც ჩაფიქრებული მაქვს იმ შემოსავალს 100% მივიღებ. ძალიან კარგი. თქვენთან ირგვლივ სოფელში რა ხდება? რამდენად აქტიურია ეს სოფელი სოფლის მეურნეობის კუთხით?
სოფლის მეურნეობის კუთხით აქტიურია, თუმცა საქონლის მიმართულებით ცოტა ნაკლებად, ესე რომ ვთქვათ. უამრავი ფერმა იხურება სამწუხაროდ კი, იმიტომ რომ გარკვეული რაღაც ბარიერები ჩნდება, გამოწვევებია, რომელსაც ვერ პასუხობენ ფერმერები და უარს ამბობენ რაღაც 10 წლიანი და 15 წლიანი გამოცდილების მიუხედავად ამ საქმეზე. სამწუხაროდ ბევრი ფერმა დაიხურა, მით უმეტეს პატარა ფერმერები უფრო მეტად იხურებიან. და ალბათ თავი გამოწვევა ის არის, რომ საქონლის რეალიზაციას ვერ ახდენს ფერმერი, ვისაც ცოტა საქონელი ყავს და აი ეს თუ გადაიჭრება ეს პრობლემა, უფრო სხვანაირად წავა ჩვენი მდგომარეობა, ხო? როგორ უნდა გადაიჭრას თქვენ როგორც ფერმერი, როგორ აკვირდებით ამ პროცესს და რას ფიქრობთ ამ კუთხით რის გაკეთება გჭირდება? როგორც ვიცი, ადგილობრივად დიდი მოთხოვნა ხორცზე, თუმცა არ ხდება ჩვენი ხორცის გასაღება ადგილობრივ ბაზარზე. შესაბამისად, ექსპორტით არის ხალხი დაინტერესებული და ჩვენი საქონელი ექსპორტზე გადის, რაც ბაზარს შეიძლება აფუჭებდეს უფრო მეტად და აი ამ შემთხვევაში ვხედავ უფრო მთავრობის დაინტერესებას ამ მიმართულებით, თუ მთავრობა უფრო მეტად დაუდგება ფერმერების მხარში და უფრო რეალიზაციის დროსაც მოეხმარება და რაღაც კუთხეებში გაითვალისწინებს, ალბათ უფრო უკეთესი მიმართულება გვექნება. შესაბამისად, ძლიერი სოფელი გვექნება და ძლიერი სოფელი ძლიერ ქვეყანას ნიშნავს. დიდი ნაწილი არა ხბოები, პატარები. საიდან მოყავთ ისინი, როგორ ხდება ფერმის მომარაგება? ხშირად ადგილობრივ ბაზრებზე ვყიდულობთ, ხშირად გადამყიდვებისგან ვყიდულობთ და ოჯახებისგან, ოჯახები რო სწრო გამოყავთ ხოლმე გასაყიდეთ და ესე ვცდილობთ რომ შევაგროვოთ 20-30 სული და მე ერთნაირად გავზარდოთ. ეხლა ამ აქ რასაც უყურებთ არის ერთი პარტია, ერთად ნაყიდი პარტია და ერთად გაზრდილი პარტია და შესაბამისად ეს უფრო ადვილი მისადგომია, როცა ერთნაირად პატარები მოყავს და ერთნაირად უტარებთ ყველა პროცედურას, ვიდრე ცალ-ცალკე მოყვანილი საქონელი. როგორ უნდა შეერჩიოთ კარგი ხბო? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს? უფრო აღნაგობას, ძვლის სისქოს, დგომას, მდგომარეობას და ფერსაც შეიძლება მივაქცევთ ყურადღება ზოგჯერ. ყველა საქონელს ყურზე უკეთია ყვითელი ნიშანი და ეს სანიშნეები არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი. თუ რატომ ამაზე გვინდა რომ გაგვიზიაროთ, მოკლედ, რატომ ხდება ასე? ეს ერთგვარი დანიშვნა ჩვენი მთავრობის მხრიდან, რადგან არ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში ცუდი მავნებელი ხორცის გავრცელება. შესაბამისად, უსაფრთხოება უფრო მეტია და იზრდება ჩვენი საქონლის ხარისხიც. პირველად, როცა საქონლის პასპორტიზაცია შემოვიდა, ძალიან დიდი კრიტიკა მოყვა ფერმერების მხრიდან და აი ამ სიახლეს და ამ პროცესს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ძალიან, მაგრამ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი კომპონენტი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რა გზა გაიარა ამ პირუტყმა კონკრეტულად და როგორი ხორცი შემოვიდა ბაზარზე, ხო? სუფთა გამოსავლიანობა რა პროცენტულობით არის პირუტყში? მოდი ესე ვთქვათ, რომ ქართულ ჯიშს უფრო ნაკლები გამოსავლიანობა აქვს, იმის გამო, რომ ეს მეხორცული ჯიში არ არის მაინც და მაინც. თუმცა 55% ითვლება გამოსავლიანობად, თუ არ ჩავთვლით სხვა უცხოურ ჯიშებს, რომელსაც 60-65% აქვთ. კი ბატონო, და რეალიზაცია სად ხდება თქვენი? ძირითადად ადგილობრივად ხდება რეალიზაცია, თუმცა ექსპორტზეც გადის ხოლმე ჩვენი საქონელი, რაც წეგან ვახსენე რომ ჯობია რომ ადგილობრივად გაკეთდეს რეალიზაცია და მთავრობა თუ დაგვიდგება ამაში გვერდში უფრო უკეთესი იქნება. თუ არის აი სახელმწიფო პროგრამები, რომლითაც თქვენ ისარგებლეთ, თუ აბსოლუტურად თქვენი ინვესტიცია? ჩვენი ინვესტიცია აბსოლუტურად. სახელმწიფოს მხარდაჭერით ვერ ვიტყვი, თუმცა არსებობს ესეთი კომპანია Lendoleki, ვინც დაგვიფინანსა რაღაცა გარკვეული სახის ინვენტარი და ჩვენს ფერმაში ძალიან კარგად გამოვიყენებთ ამ ინვენტარს. თუ შეგიძლიათ რაიმე გამოცდილება გაგვიზიაროთ ის, რაც თქვენ ნახეთ ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ წამყვან ქვეყანაში სოფლის მეურნეობის კუთხით. აი შედარება თუ შეგიძლიათ გააკეთოთ და თქვათ საქართველოს მაგალითზე რა უნდა გაიაროს ჩვენმა ქვეყანამ იმისთვის, რომ საომალოდ სტაბილური სოფლის მეურნეობის სივრცე არსებობდეს. ჩემი დაკვირვებით ყველა ფერმერს, ვინც საქმეს აკეთებს, სანერვიულო საზრუნავი არ აქვს იმის თუ რეალიზაციის წყარო სად უნდა კონდეს. ხოლო იმაზე ზრუნავი როგორ მოუარონ თავის საქმეს და შესაბამისად უფრო მეტი პროდუქტიულობა აქვს და უფრო მეტი შემოსავალი აქვს ვიდრე ჩვენ. ჩვენ იმის გამო რომ ჩვენ საზრუნავი გვაქვს, სანერვიულო გვაქვს რომ რეალიზაციაზეც ვიფიქროთ და სხვა გამოწვევებზეც ვიფიქროთ, შესაბამისად ისეთ შედეგს ვეღარ ვდებთ რომ როგორც უნდა იყოს და მამის გამო ბევრი ფერმა იხურება სამწუხაროდ.